Ვალაშა ბასლანძე სოხუმელი მაგით ეს საამაყოა ჩემთვის ყოველთვის ვამბობდა ყოველთვის ვიტყვი აფხაზეთიდან წამოვედით მაშინ მეორე მესამე წელს მე წავედი იტალიაში ბავშვები გასვლითი პროგრამა იყო და მაშინ 8 წლის ვიყავი რომ წავგამიშვეს იტალიაში და ნუ რეალურად იქ შევიყვარე ცოტა ესეთი სფერო იქ ვეხმარებოდი პატარა ვიყავი ბარი ქონდათ იქ ოჯახს და იქ რაღაცებში ვეხმარებოდი ბავშვს შეიძლებოდა გამეკეთებინა და საერთოდ შრომის ფასი და ყველაფრის ფასი იტალიაში მასწავლეს და იტალიელებმა მაგრად მასწავლეს რა და მე აქ ჩამოვედით ჩემ ოჯახს ჰქონდა რაღაც პატარა ვერის პარკში ბარივით რა და მთელი ბავშვობა ასე თუ ისე მომიწია ამ სფეროში გაზდა და ნუ მე იყო ბათუმი რა ბათუმი რომელიც ჩემთვის ძალიან ასოცირდება სოხუმთან და ძალიან მიყვარს ბათუმი ჩემს რავი ალბათ მეორე სახლს ვეძახი ჯერ იყო GDS-ი ტელევიზია ჩემთვის რომელიც ვამბობ რომ ტელევიზია თუ გინდა შეგეგრძნო ეს იყო GDS-ი რა GDS-ის მერე იყო სხვა ტელევიზიები მაგრამ ის ვეღარ ვნახეთ ვეღარ ის გემო ვეღარ ვნახე რა GDS-ში იყო მან გადავწყვიტე რომ ცოტა გვერდზე გამოსულიყავი და ცოტა ბიზნესში გადავსულიყავი რა და ეხლა დღესდღეობით ვაკეთებ პროექტებს სამ სხვადასხვა არხზე რაღაც ბიზნესი ეკონომიკა ცოტა ისეთი რაც ქვეყანას ჭირდება და რაც კეთდება და საჭირო ამბებზე ვაკეთებ რაღაც კაი გადაცემებს მაგრამ შორიდან ვარ უფრო ჩართული ვიდრე ყოველდღიურობაში ტელევიზიაში აი ეს ისეთ სიურპრიზი იყო ეს რესტორანი ჩემთვის რომ აი წარმოდგენა არ აქვს უცბად ეჩემი რეკავს რაღაცა სიურპრიზი გვაქორა და მანამდე რაღაცებს კილაპარაკობდა და სად მოვიდე მოვიდი აქ და ეს ვიყიდეთ ოჯახთან წვალების მერე რაღაცას მივახციეთ და სად მივედით იქამდე რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი რესტორანია საქართველოში და ხალხს უყვარს ჩვენთან სიარული და ყოველთვის იმას ვამბობ რომ ყოველ მოსვლაზე თუ უკეთესები არ დავხვდებით, მაშინ საყვედურსაც მივიღებ და ყველაფერს მივიღებ, მაგრამ ისევ ვცდილობთ, ისე მუშაობთ, ისე ვათენებ და ვაღამებთ, რომ ჩემი აზრით მაგის შედეგი იდება და სახეზე გვაქვს ყველაფერი. ქვევრი ვიყიდეთ, შემოვედით და დაიწყო პანდემია. ჩემი აზრით შეუძლებელი შევძელით. გვაქვს აქეთ-იქეთ რესტორნები რა და ამათ შორის რაღაცის დადება გამოგვივიდა რა და თუ სად მიიტყვიან რამე რესტორანს, ქვევსაც აუცილებლად ამბობ. ცხოვრება დავტოვეთ, ახალი ცხოვრება დავიწყეთ, ჩვენ კიდე გაგვიმართლა, იმიტომ რომ დედა ჩემი თბილისელი იყო და ბებია ჩემი და ჩემის ოჯახი მყარი აქეთ დაგხვდა, ასე თუ ისე სახლი, კარი, ყველაფერი დაგხვდა. იმ ბევრისგან განსხვავებით, ვინც საერთოდ არაფერში წამოვიდა, ამიტომაც დღესაც ვიძახი, რომ რაღაც ბინების ამბავი როა რანამუსით შეიძლება მივიდე და მე მოვითხოვებინა, როცა მართლა ხალხი არის საცხოვრობს დღემდე კიდე ვერ გაურკვევია ხალხს რა და ამიტომაც ბევრი გაჭირვება იყო, მაგრამ მე ვერ ვილაპარაკებ იმ გაჭირვებაზე, იმიტომ რომ ბევრად ჩემზე გაჭირვებულები და ჩვენზე ცუდ დღეში იყო ხალხი, ამიტომ სულ ვცდილობდით იქით დავხმარებოდით და რაღაც ეს დევნილობა არასოდეს არ გამოგვიყენებია, როგორც აი ჩაგრული პირიქით უფრო ძალას მატებდა და უფრო ახლა თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება და სიყვარული გვაქვს ერთმანეთთან რა და ალბათ ეგ გვატანინებს რა და ბევრჯერ გვითქვია რომ რაღაც სახლი კარი დავტოვეთ თორე ტვინი და გონება არ დაგვიტოვებია რა ისაც იყო იქით რომ გაჭირვებული არ ახსოვს აფხაზეთს ზუსტად ეგრე ვინც რაღაცა გააკეთა და იშრომა დღეს შედეგი დადო რა და არ ვიცი დევნილობა სიმართლე გითხრა მე გასაძლიერებლად გამოვიყენე და დღემდე მაგით ვიყენებ და მიამაყება ჩემი შვილი პატარა 7 წლისაა და დღეს იძახის სოხუმელი ვარო და ეგა ჩემთვის საამაყო.
ჩემი კაკო ბასონძე ხო მაგალითი იყო ყოველთვის, იმიტომ რომ რავი, სადაც ბავშვობაში მახსოვს რა, რაღაცები მოდიოდნენ, რომ კაკო აი წამოდი და ოღონდ დაინახე და რაღაც იგი სახლები ივერიაში თუ სადღაც დაჭები და რაღაცები. ყველაფერზე უარს ამბობდა, მე არაფერი არ მჭირდება, სანამ არ დავბრუნდები, მე მარტო ჩემი სოხუმი მჭირდებაო რა და იმიტომაც დღესაც ის სახელი აქვს, რაც იქ ქონდა და მოყვება ბოლომდე რა და მამაჩემის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ ყოველთვის ყვირივად და ვიყვირებთ სოხუმელობას. Adara საიდუმლოს ვიტყვი, ჯერ აქამდე არ მithქვამს, ეს დაური ჩვენი მეგობარია, დაური პირველად ჩამოვიდა დაბადების დღე აქ გადაუხადეთ რა და ძალიან მახსოვს პირველი ემოციები თავის TikTok-ზეც უდევს ეგ ვიდეო რა. რომ ხელში რო აყავს ხალხს და სტრიმლები რომ მოძვის და მთელი სადღაც 400 კაცი დაშუკრავდა და ეფერებოდა. და მაგის მერე არა მარტო დაური რა, ბევრი ისე გადმოდიოდა, ვისი ჩვენებაც არ შეიძლებოდა და რაღაცა და ბევრს ვასაქმევდი ჩვენთან და დღემდე ვასაქმევ და ყოველდღიური მუშაობა გვაქვს იმასთან, რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა გქონდეს და ვაჩვენოთ, რომ ერთნი ვართ რა და გვიყვარს ჩვენი გაურობა და მაგის გარეშე, რავი, აი ადამიანს ვერ ფეხი მოაჭრა, ესე ვარ ზუსტად რა ეხლა და თლიანები და ძლიერები ვერ ვიქნები ჩვენ მაგათ გარეშე. ეგ უკვე იციან რა. არის რაღაც შეიძლება ტელევიზია და რაღაცაები დაბლოკონ, მაგრამ არის რაღაცები Facebook-ი რაღაცეები რაც ვერ ბლოკავენ და უკვე ჩანს აქედან ის გზავნილი ჩანს, ის სიყვარული ჩანს და ყველაფერი ჩანს, რასაც ვერ გააჩერებს ვერავი, რაც უნდა მტერი ყავდეს რა საერთოდ. შვიდობის გარეშე არაფერი არ იქნება რა, სადაც მაგისტრის უნდა ვიბრძოლოთ, რომ შვიდობა იყოს რა. ოღონდ ვიბრძოლოთ სიყვარული, ბედნიერებით, ჩახუტებით და მაგის გარეშე არაფერი არ იქნება. ანუ ვერ ხვდები, ეხლა უნდა ავიდე და ჩავიდე და გავწყვიტო ის ჩემ ხელა, ვისაც საერთოდ არაფერი არ ახსოვს და არაფერი დანაშაული არ აქვს. უბრალოდ ისაა მაგის დანაშაული, რომ ჩtildeოელი დამპყრობელმა რაღაცა ტვინში ჩაუდო, რაღაცა იმოქმედა და ამათ ხელს რაღაც გააკეთებენ. ზუსტად იგივე ნაირად ჩვენ ვართ დამნაშავეები, რომ ვერავიცდინეთ ეს როგორც ისინი რა, დღესდღეობით როგორც მჯერა, რომ ახლოსაა ჩვენ სახლში დაბრუნება და ერთმანეთს დაბრუნება, ბავშვებს გეფიცები. ასეთი დარწმუნებული ჯერ არ ყოფილა და მაგრამ წამს, რომ ახლო მომავალში რაღაცა იქნება რა და ნახოთ. საქმეს მიუნდექით არა ისე როგორც შეიძლება ცუდად გამოვიდეს, მაგრამ თითქოს დაჩაგრულები არა ვარ ჩვენ დაჩაგრულები, ჩვენ პირიქით. ყველაზე მაგრები ვართ, ყველაზე მაგარი რაღაცა გადავიტანენ და ყველაზე მაგარი გამძლეობა გამოვაჩინეთ და ბევრად მაგრები შეგვიძლია ვიყოთ და პირიქით არასოდეს არ განემდე და ჩვენ მშობლებს აქვს გაკეთებული, რომ იმ სიძნელეებს გაუძლეს და მოვიდნენ აქამდე, რაც ბევრი ვერ გააკეთებს. ასე რომ ეხა არის თქვენი დასადები და ჩვენი დასადებია ის, რასაც ქვია აფხაზეთელი წარმატებული რა და მოდი ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია. ყოველთვის ჩემი იმედი გქონდეთ, სადაც შემეძლება, რომ თქვენ წარმატებაში მონაწილეობა მივიღო, პირადად მე ყოველთვის გვერდზე დაგიდგებით და არასოდეს არ განებდეთ და ყოველთვის გააკეთეთ მაქსიმალური. ოცნება და ის, რასაც ვაკეთებ, ბოლო შედეგი ჩემთვის სოხუმში უნდა გამოიღოს რა და ქვევრიც ეს არის, რომ განვითარებული მაგარი ბრენდად შეკრული ქვევრი სათაო რესტორანი აუცილებლად იქნება სოხუმში ძალიან მალე. ეს ჩემი ოცნებაა და ჯერ არა ოცნებები სრულდება.